კლუბ ქალაქურში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის ემზარ ციρდავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და აფხაზეთის ომში დაღუპული მამის ხსოვნას მიეძღვნა. როგორც საღამოზე აღინიშნა, ემზარ ციρდავა ცნობილია მეცენატობით. ომგამოვლილ კაცს, რომელსაც პირადი ტრაგედიაც ჰქონდა, დევნილობის მძიმე წლები მხატვრობამ გადაატანინა და სერიოზულ ფერმწერად ჩამოყალიბდა, აღინიშნა საღამოზე. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია დაკარგული კუთხის თემა. ფერმწერი ნახატებში აფხაზეთს ხშირად აცოცხლებს. უფრო მეტი აფხაზეთის თემაზე არის. აქ არის აფხაზეთის ხმა, დედასაბშულოს ეძახის სისხლიანი ღამე აფხაზეთში და ასე შემდეგ. ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ხატად დაგუთხა მეუფე დანიელმა აფხაზეთის დაბრუნების სიმბოლოდ. საპატრიარქოში არის დაცული. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მხატვრის აფხაზი მეგობრებიც დაესწრნენ. ძალიან მომეწონა დღეს ესეთი თბილი საღამოა, მომეწონა სურათები ძალიან და ერთი მინდა ვთქვა მადლობა საქართველოს, რომ ისე თბილად მიმიღეს. მე მინდა რომ ერთად ვიყოთ. Сарайста хуб, ჰაჰაიშჩობ, აიბუშრა ყამლად, ჰაიბათა ხაზრასთა ხუბ, ჰაიცნ ხარსთა ხუბ. ძალიან თვითყოფადი მხატვარია. ჩანს რომ მას თავისი სტილი აქვს, თავისი რაღაც გარკვეული მიმართულება აქვს და აი გამორჩეულია ბევრი სხვა მხატვრისგან. ემზარის მხოლოდ უსურვებდი წინსვლას, იმიტომ რომ ადამიანმა აი ამ პერიოდში, ამ უმძიმეს პერიოდში არ მიატოვა ხელოვნება და ბოლომდე გაყვა მას. არის ძალიან თავისებური, მას აქვს საკუთარი სტილი, საკუთარი და განუმეორებელი სტილი და მე ვფიქრობ, რომ შემოქმედში ნამდვილად ეს არის მნიშვნელოვანი. ემზარ ციρდავას ნამუშევრებს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ. მათი ნაწილი დაცულია ინგლისში, გერმანიაში, იტალიასა და ამერიკაში კერძო კოლექციებში.